გამარჯობა ყველას. დღეს ჩვენ ვუყურებთ 4 გამორჩეული ქალის ცხოვრებას, რომელთა ისტორიებით სავსეა სკანდალებით, გულგატეხილობით, გამძლობით, გამძლეობით და ისტორიული მომენტებით. პირველი ქალბატონებიდან დავიწყებულ ფიგურებამდე ამ ქალებმა ძლიერი მამაკაცების ჩრდილში იცხოვრეს, მაგრამ საკუთარი თავიანთი მომხიბლელი მემკვიდრეობა დატოვეს. მოდით ერთად გავამჟღავნოთ მათი არაჩვეულებრივი და შოკის მომგვრელი ცხოვრება. მონობაში და სირთულეებში დაბადებულმა ჯულია ჩინმა ბავშვობა სხვა მონების მსგავსად მძიმე შრომაში გაატარა. თუმცა მისი ცხოვრება შეიცვალა, როცა ის რიჩარდ მენტორ ჯონსონის პლანტაციაზე გაგზავნეს, რომელიც იმ დროს მზარდი პოლიტიკოსი და მომავალში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ჯონსონმა მალე ჯულია თავის ხარჯად აიყვანა, რითაც დაიწყო ურთიერთობა, რომელიც უჩვეულო, სადაო და ძალიან რთული იყო. ის ეხმარებოდა მას ოჯახის მართვაში და მათი შვილების აღზრდაში, თუმცა მან მას არასდროს მიანიჭა თავისუფლება. მაშ, რატომ დატოვა ის მონობაში? და რატო იყო ის თითქმის წაშლილი ისტორიიდან? ჯულია ჩინის ვინაობის გარკვევა, განსაკუთრებით მისი ადრეული წლების დეტალების, მარტივი საქმე არ არის. დემოგრაფიული ჩანაწერები არაზუსტად ინახებოდა მე-18 საუკუნის ბოლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა მონობაში დაბადებულ ადამიანებს. მაგალითად ვიცით, რომ ჯულია ჩინი 1790-იან წლებში დაიბადა, მაგრამ მისი მთავარი ბიოგრაფიც კი მხოლოდ 1780-დან 1787 წლამდე შუალედით შემოიფარგლა. ეს არის მაქსიმალური სიზუსტე, რაც კი არსებული მტკიცებულებებით შეიძლება მივიღოთ. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ის 1780 წელს დაიბადა. სხვა წყაროები კი ამბობენ, რომ ის დაახლოებით 15 ან 16 წლის იყო, 1812 წელს, რაც ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 1786 ან 1787 წელს დაიბადა. ამავე გზით მისი მშობლებისა და წარმომავლობის შესახებაც ბევრი დეტალი არ არსებობს. მისი დედა იყო მონა ქალი სახელად ანრიეტა. მიჩნეულია, რომ მისი მამა იყო თავისუფალი თეთრკანიანი კაცი, რომლის გვარიც მას მისცეს, რადგან ამ კენტუკის ნაწილში იყო ცნობილი დამკვიდრებული ოჯახი სახელად ჩინი. თუმცა უფრო მარტივია იმის დადგენა, ვინ იყვნენ ჯულიას დამონებლები. ის დაიბადა რობერტ საგს ჯონსონისა და მისი ცოლის, ჯემაიმას პლანტაციაზე, კენტუკის ბლუგრასის რეგიონში, რომელიც იმ დროს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობდა. ჯონსონები დასავლეთით კენტუკიში გადავიდნენ 1770-იან წლებში, როგორც იქ პირველი ევროპული წარმოშობის ამერიკელი დასახლებულები. რობერტი მუშაობდა გამზომველად და მიწის შემფასებლად. ის ეხმარებოდა კენტუკის მომავალი კოლონიზაციის რუკების შედგენაში. მათ ბევრი შვილი ჰყავდათ, მაგრამ სწორედ მათი მეხუთე ვაჟი, რიჩარდ მენტორ ჯონსონი, რომელიც იქ 1870 წელს დაიბადა, იქნება ამ ისტორიისთვის გადამწყვეტი ფიგურა. მისი დაბადების დროს მონობა ბევრ თეთრკანიან ამერიკელს არ მიაჩნდა მორალურ კრიზისად, არამედ ჩვეულებრივ და აუცილებელ ინსტიტუტად აღიქმებოდა, რომელიც დასავლეთის საზღვრის გაფართოებაში იყო ჩაქსოვილი, როგორც მალე ვნახავთ. კენტუკი დასახლდა ვირჯინიიდან დასავლეთისკენ გადმოსული ხალხით 1760-იანი წლებიდან და 1782 წელს გახდა კავშირის მე-15 შტატი. მონების ფლობა აქ სრულიად კანონიერად ითვლებოდა და ახალი შტატებისთვის მონობის დაშვების საკითხი ჯერ არ იყო გადაქცეული იმ მძაფრ პოლიტიკურ ბრძოლად, რადგან ის 1810-იანი წლებიდან გადაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ კენტუკი მონათფლობელი აგრარული შტატი იყო პლანტაციური ეკონომიკით, ის ასევე სწრაფად გახდა ყველაზე დიდი თავისუფალი შავკანიანი მოსახლეობის მქონე შტატი აშშ-ში. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მონები, რომლებმაც ვირჯინიას მსგავს ადგილებში თავისუფლება მოიპოვეს, ხშირად პირველები გადადიოდნენ დასავლეთში, რათა საკუთარი პატარა ფერმა შეეძინათ, ან იქ ეცხოვრათ, სადაც მონობაში არ ყოფილან. ამასთან ერთად ჯულიას დროს აქ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ადგილობრივი ამერიკელები, მაგალითად კრიკისა და ჩოქტოს ტომები. ამან შექმნა ისეთი შტატი, სადაც თეთრი ჩამოსახლებულების, შავკანიანებისა და ადგილობრივების ურთიერთობის სოციალური წესები განსხვავდებოდა სხვა შტატებისგან. და ეს რასობრივი შერევა ჯულიას ცხოვრებასაც განსაზღვრავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია მონა ქალს შეეძინა, ის შორიდანაც კი არ იყო დასავლეთ აფრიკული წარმოშობის სუფთა სისხლის წარმომადგენელი. თუმცა მისი ეთნიკური წარმომავლობის სრული დეტალები კამათის საგანია. უმეტესობა კვლევებისა დარწმუნებით ამტკიცებს, რომ ის ოქტორუნი იყო. ეს ტერმინი დღეს ხშირად გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც მხოლოდ 1/10 არიან აფრიკული წარმოშობის, ხოლო 7/10 ევროპული ან თეთრკანიანი ამერიკელების შთამომავლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევა მართვაც მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომამდე ისტორიაში, ეს უკიდურესად იშვიათი იყო. ეს სინამდვილეში ჯულიას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, ჯულია იმ დროის სხვა მონებზე უფრო ღია კანისფერი იყო. ის ალბათ მაქსიმუმ კვადრონი იყო, რაც ნიშნავს, რომ მას მინიმუმ 1/4 აფრიკული წარმოშობა ჰქონდა. ჩვენ ასევე ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორ გამოიყურებოდა ის.
ფოტოკამერები ჯერ არ არსებობდა, სანამ ის გარდაიცვლებოდა და მე-19 საუკუნის მისი ნახატები შეიძლება სრულად ზუსტი არ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ძირითადად ევროპული ან თეთრკანიანი ამერიკელი წარმოშობის იყო, მას ისე ექცეოდნენ როგორც სხვა მონა ბავშვს. მის დედას ანრიეტას საჭმელს აძლევდნენ მისთვის და მისი შვილებისთვის. ეს ბევრად ნაკლები იყო იმ მძიმე შრომისთვის, რასაც მათგან ელოდნენ. ისინი გადარჩენას ახერხებდნენ მონების ბაღში მცირე რაოდენობით ლობიოს, კომბოსტოსა და კარტოფილის მოყვანით, მაგრამ როგორც ბევრი მონა, მუდმივად განიცდიდნენ ცილის დეფიციტს და მუდმივად არასაკმარისად იკვებებოდნენ. ჯულიას ბავშვობა სირთულეებითა და გაჭირვებით იყო აღბეჭდილი, მაგრამ როცა მოზარდობის ასაკს მიაღწია, მისი ცხოვრება ისე შეიცვალა, რომ მისი ბედი პირდაპირ დაუკავშირდა ძლიერ ჯონსონის ოჯახს, ისეთ ფორმებში, როგორცაც ცოტავინდა წარმოიდგენდა. ჯულიას ცხოვრება მოზარდობის ასაკშიც არ გამარტივდა. ამ პერიოდში ჯულია დედასა და დასთან დააშორეს და გააგზავნეს საცხოვრებლად რიჩარდ მენტორის, ჯონსონის უმცროსი ვაჟის ოჯახში. ჯონსონი დაახლოებით 30 წლის იყო და უკვე ამბიციური, აღმავალი ფიგურა გახდათ კენტუკის პოლიტიკაში. მან საკუთარი კერა მოიწყო ბლუ სპრინგ ფარმაზე, დიდ მამულში, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ჯონსონი დაუქორწინებელი იყო და სინამდვილეში ტრადიციული გაგებით ის არასდროს დაქორწინებულა. მოგვიანო ცნობების მიხედვით, როდესაც ის დაახლოებით 16 წლის იყო, ერთ ახალგაზრდა ქალს ხელი სთხოვა, მაგრამ მისმა დედამ კატეგორიულად არ მოიტონა ეს ურთიერთობა და მასზე ზეწოლა მოახდინა, რომ ურთიერთობა დაესრულებინა. ზოგიერთი ამბავი ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ჯონსონმა დაიფიცა, რომ აღარასდროს მისცემდა დედას ან ვინმეს უფლებას მის პირად ცხოვრებაში ჩარეულიყო. მიუხედავად იმისა, ნამდვილად დადო თუ არა ეს ფიცი, ამ გადაწყვეტილებამ განსაზღვრა ის არატრადიციული საოჯახო მოწყობა, რომელიც მალე ჩამოყალიბდა ბლუ სპრინგ ფარმაზე. როცა ჯულია იქ გაგზავნეს, ის სწრაფადვე გახდა მისი ხარჯა. ძნელია გამოიყენო ისეთი ტერმინი, როგორიცაა მათ ურთიერთობა დაიწყეს, ან მსგავსი რამ, რადგან აშკარაა, რომ ეს ჯულიასთვის თავდაპირველად ნებაყოფლობითი შეთანხმება არ ყოფილა. თუმცა მათი ურთიერთობის ხასიათი დროთა განმავლობაში უფრო რთული გახდა. ასევე ჯულიას ზუსტი ასაკი იმ დროს, როცა ეს ყველაფერი მოხდა, გაურკვეველია. თუ ის დაახლოებით 1786 ან 1787 წელს დაიბადა, მხოლოდ დაახლოებით 14 წლის იყო, როცა რიჩარდთან საცხოვრებლად გაგზავნეს. თუ ის რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 1780 წელს დაიბადა, უკვე 20-იან წლებში შედიოდა. რაც უფრო კონკრეტულად არის ცნობილი ისაა, რომ მან 1812 წელს ქალიშვილი სახელად იმოჯენი გააჩინა. მალე მეორე ქალიშვილი, სახელად ადელინი შეეძინა. ცოტა ეჭვია, რომ რიჩარდი იყო ამ ორი გოგონას მამა. ცხადია, ამ დროისთვის მისი და ჯულიას ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო. ის კვლავ მონა იყო, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ მას თავის ცოლად მოიხსენიებდა და სტუმრების მოსვლისას ბლუ სპრინგ ფარმაზე იმოჯენს და ადელინს თავისუფლად თავისკის ქალიშვილებად წარადგენდა. მათ ასევე ჯონსონის გვარი ჰქონდათ. ბოლოს მან მოაწყო, რომ მათ საკუთარი მიწა მიეცათ, ხოლო ისტორიკოსების უმეტესობა რიჩარდსა და ჯულიას საბოლოოდ ერთგვარ არაოფიციალურ ქორწინების მსგავს კავშირში მყოფებად მიიჩნევს, რომელიც ჩვეულებრივი სამართლებრივი სტრუქტურების მიღმა იყო. რიჩარდ მენტორ ჯონსონი დღეს ძირითადად ცნობილია როგორც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 1827-დან 1851 წლამდე, როდესაც მარტინ ვან ბიურენი იყო პრეზიდენტი. მაგრამ მისი პოლიტიკური კარიერა 46 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ის პირველად აირჩიეს კენტუკის წარმომადგენელთა პალატაში 1804 წელს. 3 წლის შემდეგ ის ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა კენტუკი კონგრესში წარმოედგინა როგორც ფედერალური წარმომადგენელთა პალატის წევრს. მან ეს თანამდებობა დაიკავა 1819 წლამდე, როდესაც შეძლო კენტუკიდან აშშ-ს სენატორის არჩევნებში გამარჯვება, რასაც მოჰყვა 8 წელი წარმომადგენელთა პალატაში 1829 წლიდან და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ვერ მოესწრო ჯონსონის ვიცე-პრეზიდენტად გახდომას, მისი პოლიტიკური კარიერა მნიშვნელოვანი იყო ჯულიას ცხოვრების გზის ფორმირებაში. რადგან მან არასდროს იქორწინა თეთრკანიან ქალზე და არ შექმნა იმ დროის მე-19 საუკუნის დასაწყისის სტანდარტებით უფრო ტრადიციული ოჯახი. ხოლო ის ყოველწლიურად დაახლოებით 6 თვით ვაშინგტონში იმყოფებოდა, ჯულია ფაქტობრივად მართავდა ბლუ სპრინგის ფერმას კენტუკიში. ეს იყო პლანტაციის ტიპის ფერმა, სადაც ბევრი მონა მუშაობდა. ჯულია მართავდა მას, ის ურთიერთობდა კონტრაქტორებთან, რომლებიც მათ პროდუქციას ყიდულობდნენ და თავად ყიდულობდა საჭირო ნივთებს როგორც ოჯახისთვის, ისე ფერმისთვის. ის ასევე ორგანიზებას უწევდა და ატარებდა სოციალურ ღონისძიებებს, რომელთაგან ბევრი იმართებოდა მაშინ, როცა რიჩარდი ვაშინგტონიდან კენტუკიში ბრუნდებოდა და ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს ხვდებოდა. ამბობდნენ, რომ ჯულია ძალიან კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ეხმარებოდა იმ დახვეწილი ატმოსფეროს შექმნაში, რასაც ასეთ შეკრებებზე ელოდნენ.
როცა ჯონსონი ყოველწელს კვლავ ვაშინგტონში მიემგზავრებოდა თავისი პოლიტიკური კარიერის გასაგრძელებლად, მან ჯულიას ანდობდა წინასწარ გამოტანილ ფულს, რაც იმ ეპოქაში მონა ქალისთვის უჩვეულო ნდობის გამოხატულება იყო. ჯულიას საქმიანობის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ბლუ სპრინგის ფერმის მმართველად იყო ჩოქტოს აკადემიის დაარსება ამავე ფერმაზე. ეს იყო პანსიონი, რომელიც ფერმაზე აშენდა ამერიკელი ინდიელი ბიჭებისთვის. ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ჯულიას ხელმძღვანელობით. ზოგიერთი თვალსაზრისით, ეს ჯულიას საკუთარი ქალიშვილების განათლების საქმეს აგრძელებდა. მან ადგილობრივი მღვდელი და მქადაგებელი თომას ჰენდერსონი დაიქირავა იმოჯენისა და ადელაინის სასწავლებლად. შემდეგ კი ჰენდერსონმა სკოლაშიც დაიწყო სწავლება. ჩოქტოს აკადემია დღესაც ნაწილობრივ დგას. კენტუკის ბლუ სპრინგის ფერმაში შენობის ნანგრევები მინდორში დგას, თუმცა ბუჩქები და ხეები დიდი ხანია კედლებში შეჭრილა და სახურავიც თითქმის მთლიანად ჩამონგრეულია, საუკუნეზე მეტი უყურადღებობის შემდეგ. თუმცა ყველასთვის, ვინც კენტუკის ამ ნაწილში ცხოვრობს, ჯულია ჩინის ცხოვრების ამბის ცოცხალი ნაწილი ჯერ კიდევ ჩანს იქ და შეგიძლიათ ნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი თითქოს მიუთითებს ჯულია ჩინსა და რიჩარდ ჯონსონს შორის თითქმის თანასწორ ურთიერთობაზე 1820-იან წლებში, სინამდვილეში ეს ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, კენტუკის ადგილობრივი საზოგადოება ითმენდა უჩვეულო კავშირს მათ კონგრესმენსა და მის, ასე ვთქვათ, ცოლს შორის, მაგრამ აშკარად აკრიტიკებდნენ მათ კულისებში. გარდა ამისა, მათი ურთიერთობა ძალიან უჩვეულო იყო და იმ დროის კანონებითა და რასობრივი საზღვრებით იყო ჩამოყალიბებული. 1815 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჯონსონი იურიდიულად სრულად დაეუფლა ჯულიას. თუმცა მან არ გაათავისუფლა იგი. ის იურიდიულად მონად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონი ღიად აღიარებდა მათ ქალიშვილებს და ზრდიდა მათ როგორც საკუთარ შვილებს. ისტორიკოსების აზრით, ჯონსონმა შესაძლოა იულია არ გაათავისუფლა იმიტომ, რომ ემანსიპაციამ შეიძლება შეასუსტა ის კავშირები, რომელსაც ერთი მეცნიერი მისადმი დამაკავშირებელ ძაფებს უწოდებს. ასევე იმ დროის კანონით რასათაშორისი ქორწინება კენტუკიში აკრძალული იყო, ასე რომ თუნდაც ჯულიას გაეთავისუფლებინა, ისინი მაინც ვერ დაქორწინდებოდნენ კანონიერად. თუმცა ჯულიას სახლში გავლენა ნამდვილად ჰქონდა. მან მოაწყო, რომ მისი ძმა დანიელი და მისი ოჯახი ბლუ სპრინგ ფერმაზე გადმოეყვანათ, სადაც ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ. თუმცა 1821 წელს ისინი გაყიდეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ჯონსონს პოლიტიკური კარიერის შენარჩუნებისას ფინანსური წნეხი ემატებოდა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ჯულიას როგორც მონაქალს ზოგჯერ უჭირდა პლანტაციაზე დისციპლინის შენარჩუნება. ჯონსონის წერილებიდან ჩანს, რომ მან თავის თეთრკანიან თანამშრომლებს დაავალა, დაემორჩილებოდნენ მის ავტორიტეტს. თუმცა ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მონამუშა მის ბრძანებებს არ ემორჩილებოდა და მეზობელი კაცები არ იყვნენ მზად დახმარებოდნენ, როცა ის მათ დასჯაში დახმარებას თხოვდა. 1823 წლის ზაფხულში ჯულიამ მძიმედ დაავადდა ქოლერით, რომელიც ამერიკის შუა დასავლეთში გავრცელდა. ქოლერა მე-19 საუკუნეში ცნობილი იყო როგორც ლურჯის სიკვდილი, რადგან ის მასობრივად გავრცელდა ევროპასა და შემდეგ ამერიკაში 1810-იანი წლებიდან 1890-იანი წლებამდე და მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. ეს მოიცავდა ქოლერის აფეთქებას ჩოქტოების აკადემიაში, სადაც ბევრი სტუდენტი დაავადდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯულია ბავშვებს ჯანმრთელობას უბრუნებდა, მაგრამ საბოლოოდ თავადაც დაავადდა. ის გარდაიცვალა ამის შედეგად და გახდა ერთ-ერთი მრავალი მსხვერპლიდან 1830-იან წლებში, რაც ამ დაავადებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი პერიოდი იყო. ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რამდენი წლის იყო ის, როცა გარდაიცვალა. ის ან 40-ის დასაწყისში იყო, ან 30-ის ბოლოს. ასევე უცნობია მისი დაკრძალვის ადგილი. ჯულიას გარდაცვალების შემდეგ რიჩარდი, როგორც ამბობენ, ძალიან დამწუხრდა. შემდეგ წლებში მან პლანტაციაზე კიდევ ერთ მონაქალთან დაიწყო ურთიერთობა. როცა მოგვიანებით მან სხვა კაცთან გადავიდა, ჯონსონმა იგი შეიპყრობინა და აუქციონზე გავიდა. შემდეგ მან მსგავსი ურთიერთობა დაიწყო მისი დისთან, რომელიც ასევე მონა იყო. ჯულიას ამბავი მრავალი ათწლეულის განმავლობაში დავიწყებული იყო. სინამდვილეში ამას დაფარვა უნდა ეწოდოს. 1826 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიჩარდის პირად ცხოვრებასა და მონაქალთან მის სკანდალურ ურთიერთობაზე ბევრი უარყოფითი პუბლიკაცია ვრცელდებოდა. მაგალითად, გავრცელდა ბროდსაიდი, რომელიც რიჩარდ მენტორ ჯონსონს ილაშქრებდა ჯულია ჩინთან და მათ ორ ქალიშვილთან ურთიერთობის გამო. 1826 წლის ერთ კარიკატურაზე ჯონსონი გამოსახულია თავის ორივე ქალიშვილთან ერთად, რომელთაგან ერთს ხელში ჩინის პორტრეტი უჭირავს. ხატვარმა განზრახ გაამუქა ჩინისა და გოგონების კანის ფერი, რათა გაეზარდა რასობრივი სტიგმა და საჯაროდ დაეცინა მისთვის.
მიუხედავად მისი პირადი ცხოვრების გარშემო არსებული სკანდალებისა, რიჩარდ მენტორ ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს მარტინ ვან ბიურენის გვერდით. 1850 წელს ჯონსონი კვლავ პოლიტიკაში მუშაობდა, მაგრამ იმ დროისთვის მისი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა უკვე გაუარესებული იყო. ის გარდაიცვალა ინსულტით 19 ნოემბერს 70 წლოვან ასაკში. ის დაკრძალეს ფრანკფურტის სასაფლაოზე, ფრანკფურტში, ანგკფორტში. მისმა ქალიშვილებმა ჯულიასთან ერთად მნიშვნელოვანი ფერმები მიიღეს, მზითევად და თეთრკანიან მამაკაცებზე დაქორწინდნენ, თუმცა ისინი მის ანდერძში არაფერს მიიღებდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ორმა ძმამ, რომლებიც იმ დროს ცოცხლები იყვნენ, ჯონმა და ჰენრი ჯონსონმა, როგორც ჩანს გაანადგურეს რიჩარდის დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები. აქ ალბათ ორი მოტივი იყო. პირველ რიგში მათ სურდათ რიჩარდის საკამათო ურთიერთობისა და ჯულიასთან ყოლია ორი ქალიშვილის შესახებ ყველა მოგონების წაშლა. მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდი გარდაცვალების დროს უზარმაზარი ქონების მფლობელი არ იყო, მან დატოვა იმდენად დიდი ქონება, რომ მის ორ ძმას მისი მიღება სურდა, ვიდრე იმოგენს, რომელიც 1850 წელს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მათ იპოვეს მოსამართლე, რომელიც მზად იყო დახმარებოდა მათ. რიჩარდის შერეული რასის ქალიშვილისთვის მისი მიწების არ გადაცემაში. სასამართლომ გამოაცხადა, რომ მას არ დაუტოვებია არც ქვრივი, არც შვილები, არც მამა და არც დედა. ამგვარად გაყალბებული ანდერძი ოფიციალურ ჩანაწერში შევიდა. რიჩარდის დოკუმენტების განადგურების შემდეგ და მისი ქონების ძმებსა და მათ ოჯახებზე გადაცემის შედეგად, ჯულია ჩინის ისტორია გარკვეულწილად დადუმდა. ანუ ვიდრე არ დადგა გვიანი მე-20 საუკუნე, როცა ერთ-ერთ გამოცემაში მოხსენიებული იქნა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და მისი დამონებული ცოლი. ამ მოხსენიებებმა ბოლო წლებში რამდენიმე მკვლევარში საკმარისი ინტერესი გამოიწვია, რის შედეგადაც გამოქვეყნდა მისი ცხოვრების და ეპოქის სხვადასხვა კვლევა, მათ შორის ამრიტა ჩაკრაბორტი მაიერსის სრული ბიოგრაფიული წიგნი. ამგვარად ვიცე-პრეზიდენტის მონაცოლის ჯულია ჩინის ისტორია დავიწყებას გამოაცალეს. მიუხედავად იმისა, რომ Blue Spring Farm-ის დიდი ნაწილი გაქრა, ადგილობრივი მემკვიდრეობის დამცველების ძალისხმევამ ჩოქტაუ აკადემიის გადარჩენილი ქვის შენობის გამაგრებაში ხელი შეუწყო იმას, რომ მაინც შენარჩუნდეს ის ადგილი, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა. ამ გზით ჯულია ჩინის ხსოვნა, რომელიც ოდესღაც თითქმის მთლიანად წაშლილი იყო ისტორიიდან, კვლავ ხელახლა აღმოაჩენენ და იხსენებენ. 1859 წელს ტერეზა ბაჯოლის სიკლსი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მას რომანი ჰქონდა ფილიპ ბარტონ კიდის ორისთან და როდესაც მისმა ქმარმა დენიელ სიკლსმა სიმართლე გაიგო, დღისით ყველას თვალწინ მისი საყვარელი მოკლა. ფილიპი ცნობილი პიროვნება იყო და მისი საჯარო მკვლელობა სენსაციური სასამართლო პროცესის მიზეზი გახდა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოხიბლა და სამუდამოდ შეცვალა სამართლის ისტორია. ტერეზა ბაჯოლი დაიბადა ნიუ-იორკში 1836 წელს, თუმცა ზუსტი თარიღი და თვე უცნობია. მისი მამა იყო ჯუზეპე ანტონიო ბაჯოლი, მდიდარი იტალიელი კომპოზიტორი და ოპერის რეჟისორი. ის იყო იტალიური ოპერის კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც 1822 წელს ნიუ-იორკს ეწვია. სანამ იქ იყო, მან გაიცნო ცნობილი ლიბრეტისტი და მუსიკის მასწავლებელი ლორენცო და პონტე. როდესაც მან უფრო მეტად დაიწყო და პონტეს ოჯახთან ურთიერთობა, მან გაიცნო მარია, რომელიც სავარაუდოდ ლორენცო და პონტეს შვილად აყვანილი იყო. თუმცა ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ის ქორწინების გარეშე ურთიერთობის შედეგი იყო. ამ დროს ჯუზეპე დაახლოებით 30-იანი წლების შუაში იყო, ხოლო მარია თითქმის მოზარდი იყო. ამის მიუხედავად მათ ურთიერთობის გაგრძელების უფლება მისცეს და ყველაზე სავარაუდოდ ისინი დაქორწინდნენ 1824 წელს, როდესაც მარია მხოლოდ 15 წლის იყო. ტერეზა 2 წლის შემდეგ დაიბადა. ტერეზა გაიზარდა ღრმად მუსიკალურ და კოსმოპოლიტურ გარემოში. თავისი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გაატარა ბაბუის, ლორენცო და პონტეს სახლში, რომელიც 10 წლეულებით ადრე ცნობილ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტთან თანამშრომლობდა. ხელოვანებით, ენებითა და იდეებით გარშემორტყმული ტერეზა ძალიან ჭკვიანად აღწერდნენ და მოზარდობის ასაკში ის რამდენიმე ენაზე საუბრობდა და რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე მარტივად უკრავდა. მაგრამ ეს კულტურული, ფრთხილად აღზრდილი სამყარო დიდხანს ვერ დაიცავდა მას, რადგან როგორც მალე ვნახავთ, ის მიიქცევს იმ კაცის ხურადღებას, რომლის სახელიც მას სამარცხვინოს გახდის. 1850-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ტერეზა მოზარდობის ასაკში შევიდა, ის უკვე გამოირჩეოდა თავისი გამორჩეული სილამაზითა და მზარდი მომხიბვლელობით. შემდეგ 1851 წელს მან გაიცნო დანიელ სიკლსი, თუმცა ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა. დანიელი დაიბადა 1819 წლის 20 ოქტომბერს და იყო ნიუ-იორკელი ადვოკატის და ადგილობრივი პოლიტიკოსის შვილი.
დანიელიც ადვოკატი გახდა, თუმცა 1830-იანი წლების ბოლოსა და 1840-იანების დასაწყისში ის ქალაქის საგამომცემლო ინდუსტრიაში მუშაობდა. ამან მას დააკავშირა კულტურულ ფიგურებთან, როგორიც იყვნენ ლორენცო და პონტე და ანტონიო ბაიოლი, რომელთაც საკუთარი მუსიკალური შენიშვნები გამოაქვეყნებინეს. ის ასევე მეგობრობდა და პონტეს შვილთან, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები პროფესორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით წარმატებას მიაღწია, მისი 20-იანი წლების დასაწყისში მშობლებს მიაჩნდათ, რომ ის არასტაბილური იყო და ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რის გამოც გავრცელებული ინფორმაციით, იგი ლორენცო და პონტეს განათლებულ ოჯახში განათავსეს, სადაც ფრანგულსა და იტალიურს სწავლობდა. ამბობენ, რომ მან იქ დაახლოებით 1 წელი იცხოვრა 1830-იანი წლების ბოლოს, როცა ის დაახლოებით 20 წლის იყო, ხოლო ტერეზა ჯერ კიდევ ჩვილი იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ, 1851 წელს, შეხვდნენ ხელახლა და იმ დროისთვის დანიელი უკვე ნიუ-იორკის ასამბლეაში ადგილობრივ პოლიტიკოსად იყო ჩამოყალიბებული. დანიელი მალევე მოიხიბლა ახალგაზრდა ტერეზათი და მალე ხელი სთხოვა. მაგრამ მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა და ოჯახთან ხანგრძლივი ურთიერთობისა, ბაჯოლების ოჯახმა თავდაპირველად უარი განაცხადა თანხმობის მიცემაზე. დანიელი არ დანებდა და ტერეზაზე 1852 წლის 17 სექტემბერს სამოქალაქო ცერემონიაზე იქორწინა. მოგვიანებით, როცა ოჯახმა თანხმობა მისცა, მათი ქორწინება რელიგიური ცერემონიალითაც ოფიციალურად აღიარეს. სრულიად ზუსტად არ არის ცნობილი, რა ასაკობრივი სხვაობა იყო მათ შორის. ზოგადად მიიჩნევა, რომ დანიელი 1819 წელს დაიბადა, თუმცა მოგვიანებით თავად აცხადებდა 1825 წელს. სავარაუდოდ იმისთვის, რომ ასაკობრივი სხვაობა თავის ახალგაზრდა ცოლთან ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. თუ უფრო ადრინდელ თარიღს მივიღებთ, დანიელი თითქმის 33 წლის იყო, ხოლო ტერეზა, როგორც ფართოდ მიიჩნევა, ქორწინების დროს დაახლოებით 16 წლის იყო. ქორწინება, რომელიც მალე სკანდალით დასრულდა. დანიელისა და ტერეზას ქორწინება საკმაოდ ტრადიციულად დაიწყო. ტერეზამ 1853 წლის გვიან გაზაფხულზე ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც ლაურა ბიუქენენი დაარქვეს. რთულია განსაზღვრა, ეჭვობდნენ თუ არა, რომ ტერეზა ორსულად იყო, როცა წინა წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. თუმცა დიდი ალბათობით ისინი მაინც აპირებდნენ დაქორწინებას. ამიტომ ასე ვთქვათ, ეს არ იყო ორსულობის გამო ნაჩქარევი ქორწინება. ქორწინების ამ საწყისი ნორმალურობის შთაბეჭდილების მიღმა, მათი ურთიერთობა თავიდანვე პრობლემური იყო. დანიელი ცნობილი ქალების მოყვარული იყო, როცა 1852 წელს ტერეზაზე დაქორწინდა და მის ქმედებებზე ჭორებით რეალებდა. ერთხელ მას ნიუ-იორკის ასამბლეამ საყვედური გამოუცხადა, რადგან ცნობილი მეძავისთან ურთიერთობდა და ის ასამბლეის დარბაზში შეიყვანა. ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა იმ ფაქტით, რომ ის ხშირად არ იყო სახლში. მაგალითად, ლაურას დაბადებიდან მალევე დანიელი მთავრობის სახელით, პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის დავალებით, სავაჭრო დელეგაციის შემადგენლობაში ბრიტანეთში გაემგზავრა. მან ნიუ-იორკიდან იგივე მეძავი ფანი უაითი ინგლისში წაიყვანა და ლონდონში დედოფალ ვიქტორიასაც კი გააცნო. სახლში დაბრუნების შემდეგ 1856 წელს იგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს და მომდევნო წელს თავისი ადგილი დაიკავა. ამ დროს დანიელი და ტერეზა ვაშინგტონში ლაფაიეტის მოედანზე გადავიდნენ საცხოვრებლად, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების გულში მდებარეობდა. იქ ტერეზა სწრაფად გახდა გამორჩეული ფიგურა ელიტურ საზოგადოებაში, ცნობილი თავისი სილამაზით, მომხიბვლელობითა და მასპინძლობის უნისუნარებით, რის გამოც ვაშინგტონის საზოგადოების დედოფლადაც კი მოიხსენიებდნენ. ერთად ისინი იდეალურ თვილად გამოიყურებოდნენ, მაგრამ კულისებს მიღმა დანიელის განმეორებადი რომანები სულ სხვა ისტორიას ხვებოდა. შემდეგ 1857 წლის მარტში პრეზიდენტ ჯეიმს ბიუქენანის ინაუგურაციის დროს ტერეზამ გაიცნო მაღალი სიმპათიური მამაკაცი, სახელად ფილიპ ბარტონკი მეორე. ფილიპი ფრენსის სკოტკის ვაჟი იყო. ფრენსისიც ცნობილი ამერიკელი პოეტი და იურისტი იყო. მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო პოემის ფორტ მაკჰენრის დაცვა დაწერა, რომელიც იყო ამაღელვებელი ნაციონალისტური ნაშრომი და აღწერდა ამერიკელების მიერ მერილენდის ბალტიმორში მდებარე ფორტ მაკჰენრის დაცვას ბრიტანელების წინააღმდეგ 1812 წლის ომის დროს. ჩვენ ყველამ ვიცით ეს პოემა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტას გვსმენია მისი ეს სახელი. შემდეგ მას მელოდია დაურთეს და დღეს ცნობილია როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა. ვაშინგტონში ფილიპი და ტერეზა ერთსა და იმავე სოციალურ წრეებში ტრიალებდნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს შეკრებებსა და ღონისძიებებზე, სადაც თანდათან დაახლოვდნენ. რადგან დანიელი ხშირად პოლიტიკურ საქმეებზე იყო წასული, ტერეზა ამ ღონისძიებებს ხშირად მარტო ესწრებოდა, მაგრამ ფილიპი მის გვერდით ყოველთვის ახლოს იყო. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და სულ უფრო იზოლირებული, როგორც ჩანს ქორწინებით იმედგაცრუებული გახდა. 1858 წლის გაზაფხულისთვის, როცა სიკლსები უკვე დაახლოებით 1 წელი ვაშინგტონში ცხოვრობდნენ, ტერეზასა და ფილიპს შორის მეგობრობა რომანში გადაიზარდა. ფილიპი ვაშინგტონში გამორჩეული ფიგურა იყო, რომელიც კოლუმბიის ოლქის აშშ-ს პროკურორად მუშაობდა.
ის 1818 წელს დაიბადა და ტერეზაზე 18 წლით უფროსი იყო, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით 22 წლის იყო. ფილიპი ასევე ქვრივი იყო 4 შვილით და ფართოდ ითვლებოდა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად. ფილიპსა და ტერეზას შორის რომანი თითქმის 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ძირითადად საზოგადოების თვალთახედვას მიღმარჩებოდა. თუმცა მიუხედავად მათი მცდელობისა, საიდუმლოდ შეენახათ ურთიერთობა, ფილიპის მზარდი მიჯაჭვულობა უკვე ძნელი დასამალავი გახდა. ხშირად ხედავდნენ, როგორ ტრიალებდა ფილიპი ტერეზას სახლის ახლოს, ან ჩნდებოდა იქ, სადაც ის შეიძლებოდა ყოფილიყო. ორივე ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს, ზოგჯერ ქუჩაში ან მის ედელში და საბოლოოდ უფრო პირად შეხვედრებსაც აწყობდნენ. ფილიპმა პატარა სახლი იქირავა სიკლსების სახლისგან რამდენიმე წუთის სავალზე, სადაც ისინი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. როცა ტერეზას სახლს ჩაულიდა, ფილიპი ხელსახოცის აქნევით აძლევდა ნიშანს და თუ ტერეზაც იმავეთი უპასუხებდა, ისინი იმ სახლში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ სწორედ ამ ნიშნმა საბოლოოდ მისი დაღუპვა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ ურთიერთობა საიდუმლოდ შეენახათ, დანიელმა 1859 წლის 24 თებერვალს ანონიმური წერილი მიიღო, სადაც ეტერა, რომ მისი ცოლი რომანში იყო ჩართული. გაბრაზებულმა დანიელმა ტერეზა გაამხილა. თავდაპირველად მან უარყო რომანი, მაგრამ ზეწოლის ქვეშ გათხდა და დაწერა დეტალური წერილობითი აღიარება, სადაც აღწერა მისი შეხვედრები ფილიპთან. შემდეგ მან აიძულა დაეფიცა, რომ აღარასოდეს შეხვდებოდა მას. ზუსტად არ ვიცით, ვინ გაუგზავნა წერილი დანიელს, მაგრამ ტერეზასა და ფილიპს შორის რომანი, როგორც ჩანს, სიკლსების სახლის პერსონალისთვის კარგად ცნობილი იყო, ასე რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმე, ვინც უბრალოდ ხედავდა ფილიპს მოსვლასა და წასვლაში. რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ ფილიპ არტონგი მეორე მოკლეს ზუსტად 3 დღის შემდეგ, 1859 წლის 27 თებერვალს, ლაფაიეტის მოედანზე, ვაშინგტონში. ლაფაიეტის მოედანი დღეს ცნობილია როგორც პრეზიდენტის პარკი. იმ დღეს დენიელ სიკლზმა ლაფაიეტის მოედანზე თავისი სახლის წინ დაინახა ფილიპი და იფიქრა, რომ ის ხელსახოც აკნევდა ტერეზას იმის ნიშნად, რომ გარეთ გამოსულიყო. ფილიპი ნერვიულობდა, რადგან რამდენიმე დღე ტერეზასგან არაფერი სმენოდა და ამიტომ ოთახი იქირავა კოსმოს კლუბში, რომელიც ლაფაიეტის მოედნის მეორე მხარეს, პირდაპირ სიკლზების სახლის მოპირდაპირედ მდებარეობდა. სამწუხაროდ ფილიპისთვის მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რომანი უკვე გამჟღავნებული იყო და როცა მოედანზე ელოდა, დაუცველი და არაფრის მცოდნე, დენიელი შეიარაღდა რამდენიმე პისტოლეტით და მზად იყო მის დასაპირისპირებლად. მოვლენების ახლო თვითმხილველისა და ადვოკატ სამუელ ფ. ბადერვორთის თქმით, როდესაც ფილიპი გარეთ დაინახა, დენიელი გარეთ გამოვარდა და ფილიპს მიუახლოვდა. შემდეგ მან დაიყვირა: "შენ ნაძირალა, შენ შეურაცხავი ჩემი სახლი. შენ უნდა მოკვდე." ფილიპემ უპასუხა: "რისთვის?" შემდეგ დანიელმა იარაღი ამოიღო და ფილიპეს ესროლა. პირველმა გასროლამ ფილიპეს ხელი გაუსვა, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო. მათ ერთმანეთთან ჭიდილი დაიწყეს. ამ დროს დანიელ სიკლსმა კიდევ ერთი გასროლა მოახერხა, რომელიც ფილიპეს საზარდულის ქვემოთ მოხვდა. დაჭრილი ფილიპე წაბარბაცდა და სცადა ახლომდებარე ხის უკან დამალვა. ამასობაში მან იყვირა: "მკვლელობა, ნუ მომკლავ." თუმცა დანიელი ნამდვილად აპირებდა მის მოკლას. ის მიუახლოვდა და კიდევ ორი გასროლა მოახდინა ახლო მანძილიდან. ერთმა ტყვია მააცილა, მაგრამ მეორე პირდაპირ ფილიპეს გულში მოხვდა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანიელი გაიქცა, ხოლო ფილიპე ახლომდებარე სახლში შეიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. მოგვიანებით იმავე დღეს დანიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც თავშესაფარი გენერალური პროკურორის ჯერემია სენს ბლეკის სახლში იპოვა, თუმცა ის არ იმყოფებოდა იმ პირობებში, რასაც შეიძლება ველოდოთ. დანიელ სიკლზის დაპატიმრებამ ვაშინგტონში სენსაცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილად მძიმე ვირთხებით სავსე ციხეში იყო დაკავებული, დანიელ სიკლზის მდგომარეობა ძალიან განსხვავდებოდა ჩვეულებრივისგან. მას განსაკუთრებული კომფორტი ჰქონდა, მათ შორის სახლში მომზადებული საჭმელი და გათბობილი ოთახი, და მას ხშირად სტუმრობდნენ როგორც ოჯახის წევრები, ასევე ვაშინგტონის საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. როდესაც დანიელ სიკლზი პატიმრობაში იმყოფებოდა, ქვეყნის მასშტაბით გაზეთებმა ეს ამბავი აიტაცეს და სკანდალი დეტალურად გააშუქეს. როდესაც სასამართლო პროცესი 4 აპრილს დაიწყო, შენობის გარეთ უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა. 1850-იანი წლების ბოლოსთვის დანიელ სიკლზი უკვე საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო და მან დაიქირავა 8 საუკეთესო ადვოკატისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯეიმს ბრედი, ნიუ-იორკელი ადვოკატი, რომელიც ცნობილი იყო მოწმეების დაშინებით. მეორეს მხრივ ბრალდების მხარეს ხელმძღვანელობდა რობერტ ოლდი, საშუალო შესაძლებლობის ადვობის ადვოკატი. სიკლზი პოპულარული პოლიტიკოსი იყო და როდესაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობდა, შეფასდა, რომ 75 კანდიდატიდან 72 შესაძლოა სიმპათიით ყოფილიყო განწყობილი ბრალდებულის მიმართ.
როდესაც პროცესი დაიწყო, დაცვის მხარემ თავისი საქმე უჩვეულო ფორმით წარმოადგინა. მათ განაცხადეს, რომ სიკლს არ შეიძლებოდა პასუხი ეგო თავისი ქმედებებისთვის, რადგან ფილიპ კეის რომანის გამო მის ცოლთან ის დროებით გონებას იყო მოკლებული. როგორც დანიელის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯონ გრეჰემმა თქვა, თუ ის იყო თეთრი ცეცხლის მდგომარეობაში, თუ ეს ზედმეტად ძლიერი ვნებაა იმ კაცისთვის, რომელმაც თავის წინ დაინახა თავისი ცოლის გამყინავი, შეუბრალებელი მაცდუნებელი. როდესაც ეს დროებითი სიგიჟის არგუმენტი განვითარდა, უცნაური სიტუაცია შეიქმნა, სადაც მოკლული კეი თითქმის თავად სასამართლოში განსასჯელი გახდა, ხოლო სიკლზი მსხვერპლად წარმოჩინდა. დაცვა ცდილობდა გაემყარებინა თავისი საქმე მისი რომანის წერილობითი აღიარების მტკიცებულებად წარმოდგენით, იმ იმედით, რომ კიდევ უფრო გაამართლებდა დანიელის ქმედებებს. ბრალდება წინააღმდეგობას უწევდა და საბოლოოდ დოკუმენტი დაუშვებლად ცნეს. დაუღალავად სიკლზმა საქმე საკუთარ ხელში აიღო. აღიარება პრესას გადასცა, სადაც ის სრულად გამოქვეყნდა. ტერეზას პირადი ცხოვრება საჯარო გახადა და საქმესთან დაკავშირებული აჟიოტაჟი კიდევ უფრო გაამძაფრა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მაშინ დადგა, როცა ექიმი მოწმის გამზე გამოჩნდა და დაადასტურა, რომ დანიელის ფსიქოლოგიური კოლაფსი, რომელიც ტერეზას ღალატის შესახებ ცნობებმა გამოიწვია, იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ეშინოდა დანიელი ვერასდროს გამოჯამთელდებოდა იმ სიგიჟიდან, რამაც ფილიპ კეის მოკლა აიძულა. ტერეზას ყოველდღიურად აბრალებდნენ და ლანძღავდნენ პრესაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რის გამოც ის თავს არიდებდა საჯაროდ გამოჩენას. როდესაც სასამართლოში მსჯელობა 26 აპრილს დასრულდა, მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს დაარიგა, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ დანიელმა ტერეზას რომანის შესახებ 24 თებერვალს გაიგო და ფილიპ კეი 27-ში მოკლა, ანუ ამ ორ მოვლენას შორის 3 დღე გავიდა. ის აშკარად უსვამდა ხაზს იმ აზრის სისუსტეებს, რომ მკვლელობა ვნებით ჩადენილი დანაშაული იყო. დანიელს 3 დღე ჰქონდა, რომ დამშვიდებულიყო. იმ ფაქტმა, რომ მან ფილიპე იმ 3 დღის ბოლოს მოკლა, წინასწარ განზრახულ მკვლელობაზე მიანიშნებდა. მოსამართლეთა კოლეგიამ სხვანაირად გადაწყვიტა. მხოლოდ 1 საათის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა კოლეგია დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ სიკლზის დროებითი შეშლილობის არგუმენტი ლეგიტიმური იყო. ის უდანაშაულოდ ცნეს. იმ საღამოს დენიელმა ვაშინგტონში დიდი წვეულება მოაწყო, რომელსაც მისი გათავისუფლების აღსანიშნავად 1500 ადამიანი ესწრებოდა. სასამართლო პროცესის შემდეგი პერიოდი ალბათ ისეთივე უცნაური იყო, როგორც მასამდე და მის მიმდინარეობისას მომხდარი მოვლენები. ტერეზა და დენიელი ცოტახნით დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ არ განქორწინებულან. ტერეზა პრესაში მძაფრად გააკრიტიკეს და აღმოსავლეთ სანაპიროს მაღალი საზოგადოება მას ერიდებოდა, მაშინ როცა დენიელი კონგრესში თავის ადგილს დაუბრუნდა. ამ ყველაფერმა შეიძლება დაგაფიქროს, ნამდვილად თუ ესმოდათ ხალხს, ვინ იყო მკვლელი. საბოლოოდ წყვილმა ნაწილობრივ მაინც შეარიგა ურთიერთობა, რაც გაზეთებში კიდევ უფრო დიდ აშფოთებას გამოიწვია. შემდეგ მათი სენსაციური ამბავი, გუშინდელი ამბავი გახდა. აბრაამ ლინკოლნი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წლის ნოემბერში. სამხრეთ კაროლინა გახდა პირველი შტატი, რომელმაც კავშირის დატოვება გადაწყვიტა 1 თვის შემდეგ და ამერიკის სამოქალაქო ომი დაიწყო 1861 წლის აპრილში, როდესაც კონფედერაციული შტატები ცდილობდნენ კავშირის ძალების სამხრეთიდან გაძევებას. ამგვარად 1859 წლის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი ცნობიერებიდან გაქრა. ნებისმიერ შემთხვევაში დენიელ სიკლს ახლა ჰქონდა შესაძლებლობა აღედგინა თავისი რეპუტაცია. ის გახდა ოფიცერი კავშირის არმიაში და იბრძოლა ომის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლებში. 1863 წლის ივლისის დასაწყისში ის მონაწილეობდა გეტისბურგის ბრძოლაში. შეტაკების დროს მისი მარჯვენა ფეხი ბირთვით დაუზიანდა. ფეხი ამპუტაცია გაუკეთეს და ვაშინგტონში არმიის სამედიცინო მუზეუმში გაგზავნეს. ცვლილები დღემდე გამოფენილია ჯანმრთელობისა და მედიცინის ეროვნულ მუზეუმში. ტერეზას ქორწინება სკანდალის შემდეგ აღარასდროს ყოფილა იგივე და ის ძირითადად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოშორდა. მან თავისი დარჩენილი წლების დიდი ნაწილი ნიუ-იორკში გაატარა, სადაც 1867 წლის 5 თებერვალს ბრუკლინში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ის მხოლოდ 30 ან 31 წლის იყო. მიუხედავად წლების წინანდელი სკანდალისა, მისი დაკრძალვა გრინვიჩ ვილიჯში ბევრი ადამიანი დაესწრო მისი ოჯახის კავშირების გამო. 1869 წელს დანიელი დანიშნეს ესპანეთში აშშ-ის მინისტრად და ზოგიერთი ჭორი ამტკიცებს, რომ მას რომანი ჰქონდა გაძევებულ დედოფალ იზაბელა მეორესთან. მადრიდში მას შემდეგ დაიწყო ურთიერთობა ესპანელ ფრანკ ქალთან სახელად კარმინა და ისინი დაქორწინდნენ 1871 წელს. წყვილს 2 შვილი შეეძინა. 1880 წელს სახლში დაბრუნების შემდეგ მან ნიუ-იორკში მრავალი თანამდებობა დაიკავა და ასევე მოკლედ დაბრუნდა კონგრესში 2 წლიანი ვადით 1893-1895 წლებში. ამ დროისთვის ტერეზასთან ერთად ყოლია ქალიშვილი, უკვე გარდაცვლილი იყო. 2 მათგანს ურთიერთობა გაუფუჭდათ, ხოლო ლაურა, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, 1890 წელს მხოლოდ 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. დანიელ სიქსი დიდხანს იცოცხლებდა და 1914 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლოს მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ გეტისბურგის ბრძოლის უფროსი მეთაურებიდან მხოლოდ მას არ აქვს ძეგლი, რაც ასახავს იმ ჩრდილს, რომელიც მის მემკვიდრეობას სკანდალმა, სასამართლომ და მკვლელობამ დაასვა. 1861 წელს სამოქალაქო ომმა ერი გახლიჩა. ვარინა დევისმა თავი მოულოდნელად კონფედერაციის პირველი ლედის როლში ამოჰყო, რადგან მისი ქმარი ჯეფერსონ დევისი ახალი გამოყოფილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მაგრამ მისი პოზიციის უკან ეჭვი და დაძაბულობა იმალებოდა. მისი წარმოშობის შესახებ ჭორები ტრიალებდა. კრიტიკოსები მის ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ და ომი მას პირად ტრაგედიას მოუტანდა. მაშ რა ელის მას? შემომიერთდით, რომ გავიგოთ. ვარინა დევისი დაიბადა და მოინათლა სახელად ვარინა ჰაუელი 1826 წლის 7 მაისს. მისი მშობლები უილიამი და მარგარეტი ცხოვრობდნენ ნაჩესში, მისისიპის შტატში, მაგრამ ვარინა როგორც ჩანს დაიბადა ლუიზიანას სოფელში, როცა მისი მშობლები შტატში ნათესავებს სტუმრობდნენ. თუმცა ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ის მისისიპიში დაიბადა. ვარინა დაიბადა ოჯახში, რომელიც ამერიკის ადრეული ელიტის წარმომადგენელი იყო. მამის მხრიდან მის ოჯახში ამბიცია და საზოგადოებრივი სამსახური ღრმად იყო ფესვგადგმული. მისი პაპა 1780-იან წლებში ნიუ-ჯერსის გუბერნატორი იყო, ხოლო თავად მამამისი 1812 წლის ომში ბრიტანელების წინააღმდეგ იბრძოდა. მისი დედა მარგარეტ ლუიზა კემპი, მდიდარი მისისიფელი პლანტატორისა და მონათმფლობელის ქალიშვილი იყო, შოტლანდიელი ირლანდიელი ემიგრანტი, რომელმაც სამხრეთში შეძლება და სტატუსი მოიპოვა. ვარინა თავად იყო 11 შვილისგან მეორე. თუმცა მე-19 საუკუნის მძიმე რეალობაში მხოლოდ 7-მა მიაღწია სრულწლოვანებას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი ბრიტანეთის კუნძულებიდან, მათ შორის უელსისა და შოტლანდიელი ირლანდიელი წინაპრებიდან მოდიოდა, ვარინას დაბადებისთანავე ზოგიერთი ამბობდა, რომ ის ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ელოდნენ. მას ჰქონდა ზეთისხილისფერი კანი, მუქი თვალები, მუქი თმა და ფართო ცხვირი. თვისებები, რომლებიც მოგვიანებით მის უელსურ წარმომავლობას მიაწერეს. მაგრამ ყველა დარწმუნებული არ იყო. ომამდელი სამხრეთის მკაცრად რასაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში ბევრისთვის ეს თვისებები უჩვეულოდ ჩანდა და როგორც მალე ნახავთ, უჩვეულო ეჭვს იწვევდა. ვარინას ბავშვობაში მისი მამა საკმაოდ წარმატებული ვაჭარი იყო, პლანტაციისა და ათეულობით მონის მფლობელი. რამდენიმე ხანი ოჯახი კომფორტულად ცხოვრობდა, მაგრამ 1830-იან წლებში წარუმატებელმა ინვესტიციებმა და სულ უფრო ძვირადღირებულმა ცხოვრების სტილმა მისი ფინანსები სტაბილურ დაღმასვლაში ჩააგდო. 1829 წლისთვის სირთულეები იმდენად დაგროვდა, რომ ოჯახი გაკოტრებამდე მივიდა. სწორედ მისი ცოლის შეძლებულმა ოჯახმა გადაარჩინა ისინი და სწორედ მათი ფინანსური მხარდაჭერით შეძლო უილიამმა თავისი ქალიშვილი ჩრდილოეთში გაეშვა სასწავლებლად, ფილადელფიაში პანსიონში ჩაერიცხა. იქ მან მიიღო შესანიშნავი განათლება და დაუღალავად შრომობდა, ასე რომ როდესაც სახლში დაბრუნდა, ალბათ თავისი მთელი თემის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქალი იყო. 1853 წლის ბოლოს, სულ რაღაც 18 წლის ასაკში, ვარინა შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს საშობაო წვეულებაზე ჰურიკანის პლანტაციაში. ეს იყო ჯეფერსონ დევისი. ის მასზე 18 წლით უფროსი იყო და მდიდარი პლანტაციის მფლობელი. ჯეფერსონი ადრე მოკლედ იყო დაქორწინებული სარა ნოქს თეილორზე, მაგრამ ის გარდაიცვალა მათი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 1825 წელს. სარა იყო ზაქარი ტეილორის ქალიშვილი, რომელიც აშშ-ს არმიის გენერალი იყო და მოკლეხნით მსახურობდა შეერთებული შტატების მე-12 პრეზიდენტად 1859 წელს და გარდაიცვალა თანამდებობაზე 1850 წელს. ვარინა ჯეფერსონ დევისით მაშინვე მოიხიბლა, როგორც კი შეხვდნენ, თუმცა მისი მშობლები გაცილებით ნაკლებად იყვნენ აღფრთოვანებულნი, რადგან წყვილს შორის ასაკში, წარმომავლობასა და პოლიტიკურ შეხედულებებში განსხვავებები აშფოთებდათ. მიუხედავად ამისა, მცირე ყოყმანის შემდეგ მათ თანხმობა მისცეს და რომანი გაგრძელდა 1854 წელს და შემდეგ წელსაც. შემდეგ დევისმა ხელი სთხოვა და ქორწილი გრანდიოზულ საზოგადოებრივ მოვლენად დაიგეგმა, თუმცა ეს შემდეგ გადაიდო. როცა ისინი 1855 წელს დაქორწინდნენ, ცერემონია ვარინას მშობლების სახლში გაიმართა, მხოლოდ ვიწრო წრეში ვარინას ნათესავებისა და მეგობრების მონაწილეობით, თუმცა უცნაურია, რომ დევისის ოჯახიდან იქ არავინ იყო. ხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ვარინა, რომ მისი ქმრის დამოკიდებულება გენდერულ ნორმებთან მიმართებაში საკმაოდ ტრადიციული იყო და მიუხედავად მისი განათლებისა, დევისი მისგან ჩვეულებრივი სამხრეთელი ცოლის როლის შოლის შესრულებას ელოდა. მან ასევე გააცნობიერა, რომ დევისი გარდაცვლილი პირველი ცოლის მიმართ კვლავაც სითბოს ინარჩუნებდა.
1835 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ დევისი ღრმად გლოვობდა მას და მომდევნო 8 წლის განმავლობაში საზოგადოებისგან მოშორებით ცხოვრობდა. ვერან იქნებ არაც სურდა. წარსულისთვის ბოლომდე გაეშვა. ვარინა მოგვიანებით აღიარებდა, რომ ზოგჯერ თავს მათ ქორწინებაში ნუგეშის ცოლად გრძნობდა. მათი მოკლე თაფლობისთვის კიდევ ერთხელ ახსენებდა ამას. ის მოიცავდა ვიზიტს მისი ხანდაზმული დედის, ჯეინ დევისისთან და სევდიან შეჩერებას იმ ქალის საფლავთან, რომელიც მასამდე იყო. ახალგაზრდა წყვილი შემდეგ დასახლდა ბრაიარფილდში, პლანტაციაზე, რომელიც ჯეფერსონმა დააარსა იმ მიწაზე, რომელიც მისმა უფროსმა და მდიდარმა ძმამ, ჯოზეფმა მისცა. მალე იქ მივიდა მისი დაქვრივებული და გაღარიბებული და თავისი 7 შვილით. გადაწყვეტილება, რომელიც ვარინასთან შეუთანხმებლად მიიღეს, რაც ძალიან არ ესიამოვნა მას. მაგრამ 1846 წელს ჯეფერსონ დევისი აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და ვარინა მასთან ერთად გაემგზავრა ვაშინგტონში, ქალაქში, რომელიც მალე ძალიან შეიყვარა. ის აქტიურად ჩაერთო ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ახალგაზრდა მასპინძლად ქალაქში. თუმცა მალე დევისმა დატოვა თავისი ადგილი, რათა 1846-დან 1848 წლებში მონაწილეობა მიეღო მექსიკა-ამერიკის ომში. კონფლიქტის შემდეგ ის განახლებული ამბიციით დაბრუნდა პოლიტიკაში. თუმცა როგორც მისი ავტორიტეტი იზრდებოდა, ასევე იზრდებოდა დაძაბულობაც მეუღლეებს შორის, რადგან მისი პოლიტიკური შეხედულებები ვერენას შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერენას მონობაზე უფრო ჩრდილოელი შეხედულებები ჰქონდა, ჯეფერსონს ასე არ ჰქონდა და მან მონები პირუთუსაც კი შეადარა. ამის მიუხედავად, მან შეძლო თავში მათი განსხვავებული შეხედულებების შეთავსება და ურთიერთობა სტაბილურად დარჩა. მას ფული უყვარდა და ჯეფერსონის მზარდმა სიმდიდრემ 1850-იან წლებში, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობის ბევრი პრობლემა გაამარტივა. მან მრავალი წლის განმავლობაში მისისიპის სენატორად იმსახურა და 1853 წელს პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის ადმინისტრაციაში ომის მდივნად დანიშნეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლი მისისიპიში იყო, ოჯახმა 1845-დან 1871 წლამდე ცხოვრების დიდი ნაწილი ვაშინგტონში გაატარა. აქ ვერენა უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს, რადგან ქალაქის ფართო პოლიტიკური და სოციალური გარემო მის შეხედულებებს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე მისისიპის სულ უფრო დაძაბული ატმოსფერო. მაგრამ ოჯახური ტრაგედია უკვე კართან იდგა. 1852-დან 1864 წლამდე ვერენამ და ჯეფერსონმა 6 შვილი გააჩინეს, 4 ბიჭი და 2 გოგო. სამწუხაროდ მათი უმეტესობა დიდხანს ვერ იცოცხლებდა. 1854 წელს დევისები განადგურდნენ, როდესაც მათი პირველი შვილი სემუელი 2 წლამდე გარდაიცვალა. დამწუხრებული ვერენა გარკვეული დროით საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა. მომდევნო წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი მარგარეთი, რომელიც იყო მათი ერთადერთი შვილი, ვინც გაიზარდა, დაქორწინდა და საკუთარი ოჯახი შექმნა. ჯეფერსონ უმცროსის მესამე შვილი სრულწლოვანებამდე მიაღწია, მაგრამ მხოლოდ 21 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1878 წელს ყვითელი წყლების ეპიდემიის დროს მისისიპის მდინარის ველზე. შემდეგ კიდევ 2 ვაჟი შეეძინათ, ჯოზეფი 1859 წელს და უილიამი 1861 წელს. ორივე ბავშვობაში გარდაიცვალა. მათი უმცროსი შვილი ვინი, რომელიც 1864 წელს დაიბადა, განსაკუთრებით ახლოს იყო დედასთან, მაგრამ მის დაბადებამდე სამხრეთში ისეთი მოვლენები ვითარდებოდა, რომლებიც სამუდამოდ შეცვლიდა მათ ცხოვრებას. ვერენას ცხოვრების მთელი ტრაექტორია 1860 წლის ბოლოს შეიცვალა. ბავშვობიდანვე მონობის საკითხზე დებატები შეერთებულ შტატებში სულ უფრო მძაფრდებოდა. რესპუბლიკის დაარსების პირველივე დღეებიდანვე ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის დაადაყოფა არსებობდა. ჩრდილოეთ შტატები უფრო ურბანიზებული იყო და გადადიოდა ინდუსტრიულ წარმოებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი ეკონომიკა მონოვის შრომისგან აღარ იყო დამოკიდებული. ბევრ შტატს უკვე დაწყებული ჰქონდა მონობის ინსტიტუტის აკრძალვა და ვერენას დროისთვის ჩრდილოეთის თავისუფალ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელ შტატებს შორის აშკარა დაყოფა არსებობდა, სადაც იძულებითი შრომა კვლავაც ცენტრალური იყო ბამბისა და თამბაქოს მოყვანაში, უზარმაზარ პლანტაციებზე. ვერენა მთელი თავისი ცხოვრება 1850-იანი წლების ბოლომდე ამ ფონზე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მონობა ბევრ სამხედელს ნორმალურად ეჩვენებოდა, ვერენას უფრო კოსმოპოლიტური აღზრდა და განათლება ნიშნავდა, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში ეცნობოდა ჩრდილოელი ლიბერალების შეხედულებებს ამ საკითხზე. და რადგან ორივე რეგიონთან ჰქონდა კავშირი, საკუთარ თავს ნახევრად სისხლს უწოდებდა. მონობა ასევე სულ უფრო სადავო საკითხი ხდებოდა მთელ ქვეყანაში. ქვეყნის დასავლეთისკენ გაფართოებამ გამოიწვია დებატები იმის შესახებ, უნდა ყოფილიყო თუ არა მონობა დაშვებული ახალ შტატებში. ეს პროცესი განსაკუთრებით გამწვავდა 1850-იან წლებში, განსაკუთრებით რესაკუთრები რესპუბლიკური პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ. მისი საპრეზიდენტო კანდიდატი აბრაამ ლინკოლნი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წლის ნოემბერში.
მიუხედავად იმისა, რომ ლინკოლნი ღიად არ გამოდიოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობის გაუქმების პლატფორმით, სამხრეთი შტატებს მისი განზრახვები აშინებდათ და 1860 წლის დეკემბერში სამხრეთ კაროლინა გახდა პირველი შტატი, რომელმაც კავშირი დატოვა. მათ მიყვა სხვა შტატების მთელი რიგი 1861 წლის იანვრიდან აპრილამდე, რომლებიც გაერთიანდნენ და სამხრეთში შექმნეს მოწინააღმდეგე კონფედერაციული ამერიკის შტატები. იმავე აპრილში ამერიკის სამოქალაქო ომის პირველი გასროლები გაისმა, რამაც კონფლიქტი გააჩინა კავშირსა და კონფედერაციას შორის, რომელიც ქვეყანას დაანგრევდა. ვერენა დევისი და მისი ქმარი მალე გახდებოდნენ ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი და პირველი ლედი. მათი გზა ამ უნიკალურ პოზიციამდე ისტორიაში ეტაპობრივი იყო. მისისიპიმ გადაწყვიტა სამხრეთ კაროლინას შეუერთებოდა და 1861 წლის 9 იანვარს კავშირიდან გამოეყო. ჯეფერსონმა ფორმალურად დატოვა სენატი ვაშინგტონში 12 დღის შემდეგ. ხოლო 4 კვირის შემდეგ ის გახდა კონფედერაციული შტატების დროებითი პრეზიდენტი მონტგომერიში, ალაბამაში გამართულ კონვენციაზე. დროებითი თანამდებობა მუდმივი გახდა 1862 წლის 22 თებერვალს. ამ დროისთვის ომი უკვე აქტიურად მიმდინარეობდა და დედაქალაქი რიჩმონდში, ვირჯინიაში იყო გადატანილი. როგორც ჯეფერსონის მეუღლე ვერენა, მაშინვე გახდა პირველი ლედი. მისი ქმრის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაწინაურება განპირობებული იყო მისი ხანგრძლივი სენატორობისა და ომის ყოფილი მდივნის გამოცდილებით. თუმცა ვერენას პოზიცია კონფედერაციის პირველი ლედის რანგში რთული იყო. მას არასოდეს ჯეროდა კონფედერაციის მიზნის და მისი ეჭვები ახალი სეპარატისტული ქვეყნის პირველი ლედის როლისთვის შეუფერებელს ხდიდა. ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში რიჩმონდში მას ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ, ამას ამჩნევდნენ და ბევრმა დაიწყო მისი გარეგნობის კომენტირება. სულ უფრო ბოროტ და ღიად რასისტულ პრესაში მისი კანის ფერზე ჩურჩული შეურაცხყოფად იქცა. გაზეთები ამახვილებდნენ ყურადღებას მის მოყვითალო კანსა და მუქ ნაკვთებზე, მიუთითებდნენ, რომ შესაძლოა ის ნაწილობრივ ამერიკელი ინდიელი ან აფროამერიკელი ყოფილიყო. სხვები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მტრულად განწყობილი კრიტიკოსები, რომლებიც მას და მის ქმარს ტკივილის მიყენებას ცდილობდნენ, მას შოკის მონგრელი სიტყვებით აღწერდნენ, უწოდებდნენ მულატს ან ინდიელს. შეურაცხყოფელი ტერმინები, რომლებიც განზრახ რასობრივი შიშების გასაღვიებლად გამოიყენებოდა საზოგადოებაში, რომელიც სისხლის ხაზებითა და სიწმინდით იყო შეპყრობილი. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ დევისების ოჯახური ცხოვრება დაძაბული იყო. ვერენა ამ წლებში ხშირად იყო ორსული და მათი ვაჟი ჯოზეფი 1864 წლის აპრილში გარდაიცვალა, მძიმე დაცემის შემდეგ, თავის მეხუთე დაბადების დღიდან მალევე. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ვერენამ ვინი გააჩინა. ბავშვი მალე კონფედერაციის ქალიშვილად გახდა ცნობილი და მისი სახე და ისტორია ომის ბოლო წელს მთელ სამხრეთში ვრცელდებოდა, რათა მხნეობა აემაღლებინათ. ამგვარად ვერენამ ომის წლები ორსულობაში, გლოვაში, კრიტიკის ქვეშ და იმ საქმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალ სპიკერად ყოფნაში გაატარა, რომელსაც სინამდვილეში არ უჯერებდა. ამერიკის სამოქალაქო ომი კონფედერაციის დამარცხებით დასრულდა 1865 წლის აპრილში, თითქმის 4 წლის შემდეგ მისი დაწყებიდან. იმ დროს, როცა კონფედერაციის მთავარი გენერალი რობერტ ელი კაპიტულაციას აორგანიზებდა, ჯეფერსონი, ვერენა, მათი ოჯახი და მხარდამჭერები რიჩმონდიდან სამხრეთისკენ გაიქცნენ. ისინი ჯორჯიაში დააკავეს, ხოლო ჯეფერსონი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ ის რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობასთან, რომელიც ბრძოლების დასრულებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. ჯეფერსონმა ამის შედეგად მომდევნო 2 წელი პატიმრობაში გაატარა. ამ პერიოდში ვერენამ მათი შვილები კანადაში გაგზავნა, რათა ნათესავებთან უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, სანამ ის ქმრის გათავისუფლებისთვის იბრძოდა. ის გირაოს საფუძველზე 1867 წლის მაისში გაათავისუფლეს და შევიდა იმ საერთო ამნისტიაში, რომელიც პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა 1868 წლის შობას გამოაცხადა ყოფილი კონფედერაციის პოლიტიკოსებისა და ჯარისკაცებისთვის. დევისებს ახლა უკვე შეეძლოთ თავიანთი ცხოვრება ისევ ეცხოვრათ, როგორც თავად აირჩევდნენ. თუმცა მათ გარშემო საზოგადოება შეცვლილი იყო. ჯეფერსონის სიმდიდრე ძირითადად მის პლანტაციებზე იყო დაფუძნებული, რომლებიც მონების შრომით ფუნქციონირებდა. ეს ახლა აღარ არსებობდა. გარდა ამისა, პოლიტიკური კარიერის განახლების შანსი აღარ არსებობდა, ხოლო ოჯახის სიმდიდრე ომმა დაანგრია, ისევე როგორც მისი პატიმრობის დროს გადახდილმა იურიდიულმა ხარჯებმა. ამ დროს ოჯახი ევროპაში გაემგზავრა, სადაც გარკვეული თანხა გამოიმუშავეს, საჯარო გამოსვლებითა და გამოჩენებისთვის გადახდილი ჰონორარებით, რადგან ისინი კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი იყვნენ. ვერენა და ბავშვები ევროპაში დარჩნენ მას შემდეგ, რაც ჯეფერსონი ამერიკაში დაბრუნდა და სხვადასხვა სასწავლო თანამდებობის დაკავებას განიხილავდა. ინგლისში თავის დასთან და ბავშვებთან ერთად ვერენა აღშფოთდა, როდესაც 1870 და 1871 წლებში შეიტყო ჯეფერსონის შესაძლო რომანების შესახებ ამერიკაში.
ამ პერიოდში მათი ვაჟი უილიამი გარდაიცვალა. მე-11 დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე და ეს მათი ქონების დაკარგვასთან ერთად დიდხანს გაგრძელებულ დეპრესიაში ჩააგდო ისინი. 1870-იანი წლების შუა პერიოდში ვერენა ამერიკაში დაბრუნდა და ცქვილმა თანდათან შეარიგეს ურთიერთობა. საბოლოოდ კი 1878 წლისთვის ისევ ერთად ცხოვრობდნენ. იმ დროისთვის ჯეფერსონი დამოკიდებული იყო მფარველის სარა დორსის გულუხობაზე, რომელიც ლუიზიანელი პლანტატორის მდიდარი ქვრივი იყო. დორსი სინამდვილეში ვერენას იცნობდა ჯერ კიდევ 1830-იანი წლებიდან, როცა ისინი ერთად სწავლობდნენ პანსიონში. დორსი ასევე იყო მწერალი და ისტორიკოსი, რომელმაც თავის ნაწერებში კონფედერაციის საქმის მტკიცე დამცველი გახდა. მან დაუსებს შესთავაზა, რომ მის მამულში, ბოუარში, მისისიპიში, მექსიკის ყურეზე გადასულიყვნენ საცხოვრებლად და საბოლოოდ იქ სახლი იაფად მიყიდა. როცა სარა 1869 წელს გარდაიცვალა, მან ჯეფერსონს დიდი თანხა დაუტოვა, რამაც ძირითადად მოუხსნა ფინანსური პრობლემები ჯეფერსონის სიცოცხლის ბოლომდე. ის გარდაიცვალა მასიური ყვითელი ცხელების ეპიდემიის დროს სამხრეთის შტატებში 1889 წელს, 81 წლის ასაკში. ქრის გარდაცვალების შემდეგ ვერენა ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, რაც იმ დროს საკამათო ნაბიჯად ითვლებოდა. ის დაკავშირებული იყო მედიის მაგნატ იოსებ პულიცერთან, რომელმაც 1891 წელს ნიუ-იორკ ვორლდში მუშაობა შესთავაზა. მისი ქალიშვილი უინი მასთან ერთად წავიდა. ამ წლებში ის ასევე წერდა და გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი, მათ შორის ირლანდიელი რევოლუციონერის, რობერტ ემეტის კვლევა. ამგვარად ვერენა და მისი ქალიშვილი 1890-იან წლებში მანჰეტენში საშუალო კლასის ცხოვრებას ეწეოდნენ. როგორც მწერლენ მწერლები, ხშირად ცხოვრობდნენ ბინების სასტუმროებში ან ნათესავებთან ერთად. ზოგჯერ ვერენას სამხრეთის პრესაში აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან ჩრდილოეთში გადასვლა და ნიუ-იორკში იანკების გაზეთისთვის წერა გადაწყვიტა. მან ამ კრიტიკებს პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ომმა და მისი ქმრის გარდაცვალებამ აიძულა ემუშავა და საკუთარი თავი შეენახა. 1898 წელს ტრაგედია დატრიალდა, როდესაც ვინი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა, სავარაუდოდ პნემონიის ან გასტრიტის გამო. ვერენამ მოაწყო, რომ იგი რიჩმონდში, მამამისისა და ძმის გვერდით დაეკრძალათ. ამის შემდეგ ვერენა წერა განაგრძო, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში შედიოდა. მისი მოგვიანებითი სტატიების დიდი ნაწილი ეძღვნებოდა იდეას, რომ ხელი შეეწყო შერიგებისა და უკეთესი ურთიერთგაგებისთვის ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის, რადგან სამოქალაქო ომიდან 3 ათწლეულის შემდეგაც კი ქვეყანა კვლავ მძაფრად იყო გაყოფილი. ვერენასთვის ეს იყო უცნაური ცხოვრება ორ რეალობას შორის. ერთი მხრივ ის ცხოვრობდა ნიუ-იორკში, მაგრამ ასევე მოგზაურობდა, რათა დასწრებოდა იმ ქალების შეკრებებს, რომლებიც გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ ოჯახებში, სადაც ყოფილი კონფედერაციის ჯარისკაცები და პოლიტიკური ფიგურები იყვნენ. მისი ცხოვრების მოგვიანო წლებში ვერენა დაინტერესდა განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებით. მაგალითად, 1901 წელს მან შეხვედრა გამართა გავლენიან აფრო-ამერიკელ ლიდერ ბუკერ ტ ვაშინგტონთან და განიხილა თუ როგორ შეეძლოთ როგორც ქალებს, ასევე აფრო-ამერიკელებს მეტი საგანმანათლებლო შესაძლებლობები ქონოდათ ამერიკაში. მისი ცხოვრების ბოლო წლებში მას სიამოვნებდა ყოველდღიურად სეირნობა ცენტრალურ პარკში და თეატრში სიარული. საბოლოოდ მან 80 წლამდე იცოცხლა და 1906 წლის 16 ოქტომბერს მანჰეტენის ცენტრში მდებარე ბინაში პნევმონიით გარდაიცვალა. მას გადაურჩა მისი ქალიშვილი, მარგარეტ დევის ჰეისი, ასევე რამდენიმე შვილიშვილი და შვილთაშვილი. დღემდე ბევრი ადამიანი უყურებს მის ფოტოებს და ვარაუდობს მის წარმოშობაზე. ზოგიერთი კი თვლის, რომ მისი გარეგნობის გამო მას აუცილებლად უნდა ქონოდა აფრიკული ან ამერიკელი ინდიელების მემკვიდრეობა. ზოგი ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ის საკუთარ თავს შერეული წარმოშობისას მოიხსენიებდა თავს, რაც ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს. თუმცა გენეალოგიურმა კვლევებმა და თანამედროვე ისტორიკოსების მუშაობამ ვერ აღმოაჩინა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებას ადასტურებს. მისი დოკუმენტირებული საგვარეულო ხაზები ევროპელ წინაპრებამდე მიდის, ასე რომ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ვერენა ჰოვარდ დევისი ნიუ-იორკის ქუჩებში საპატიო სანგლოვიარო პროცესიით გააცილეს და შემდეგ რიჩმონდში დაკრძალეს, რაც ნიშნავს, რომ კონფედერაციის ერთადერთი პირველი ლედი მის მოკლე დედაქალაქში განისვენებს. მის საფლავის ქვაზე უბრალოდ ეწერა მშვიდობაში. მერი ლინკოლნი იყო ცნობილი ამერიკელი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მეუღლე. ის იყო პირველი ლედი, საკმაოდ მდიდარი და კარგი ოჯახი ჰყავდა, მაგრამ 1865 წელს მისმა საკუთარმა შვილმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესა. მაშ რა დაემართა მას? მართლა გიჟი იყო? და რატომ გააკეთა ეს მისმა ვაჟმა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა დავბრუნდეთ მე-19 საუკუნის დასაწყისში. ქალი, რომელიც დღეს ძირითადად ცნობილია როგორც აბრაამ ლინკოლნის მეუღლე, დაიბადა მერიუ ენ ტოდის სახელით, დეკემბრის 13-ში 18 წლის ასაკში, კენტუკის ქალაქ ლექსინგტონში. მისი მამა იყო რობერტ სმით ტოდი, კაცი, რომლის წინაპრებსაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ ამერიკის რევოლუციურ ომში.
რობერტმა ახალგაზრდობაში იურისტობა ისწავლა, მაგრამ არასდროს დაუწყია კერძო პრაქტიკა. ამის ნაცვლად კენტუკიში სხვადასხვა ბიზნესს წამოიწყო, იმ დროს ამერიკის საზღვარზე. მან ასევე იბრძოლა 1812 წლის ომში ბრიტანელების წინააღმდეგ და სწორედ ამ პერიოდში ელიზაბეთ ტოდზე დაქორწინდა, რომელიც მერიის დედა იყო. თუმცა სამწუხაროდ მერიის დედა გარდაიცვალა მშობიარობის გართულებების გამო, როცა მერი მხოლოდ 6 წლის იყო. მომდევნო წელს რობერტი ხელახლა დაქორწინდა, ამჯერად ელიზაბეთ ჰამფრისზე. ამ მეორე ქორწინებიდან 9 შვილი შეეძინათ, ასე რომ ტოდების ოჯახი დიდი იყო. მიუხედავად ამისა, მათ ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ კომფორტულად ეცხოვრათ. მათი ოჯახი ლექსინგტონის ცენტრში, 14 ოთახიან დიდ რეზიდენციაში ცხოვრობდა. მერის იმ დროისთვის კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, განსაკუთრებული ყურადღება ენებს, კლასიკურ საგნებს, ცეკვას, მუსიკას და სოციალურ ეტიკეტს ეთმობოდა. სხვა მხრივ კი მისი ახალგაზრდობა რთული იყო, რადგან დედინაცვალთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა და ასევე ნახევარდასებისა და ნახევარძმების სიმრავლეში იყო. კენტუკი მონათფლობელი შტატი იყო და თოდების ოჯახიც ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. ერთ დროს მათ 12-ზე მეტი ადამიანი ყავდათ მონობაში, ძირითადად სხვადასხვა სახლის მუშაკები. მათი მდგომარეობა ამ მხრივ ასახავდა იმ კონფლიქტებს, რომელსაც მონობა მთლიანად ქვეყანაში ქმნიდა. ბოლოს და ბოლოს თოდების ოჯახი ძირითადად უარს იტყვის მონობაზე, მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ საზღვარზე, სადაც ეს საკითხი სადაო იყო. მე-19 საუკუნის შუა ათწლეულებში მიღწეული იყო მყიფე შეთანხმება. ამ შეთანხმებით აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ჩრდილოეთის შტატები, როგორიცაა ნიუ-ჯერსი, ნიუ-იორკი, ბოსტონი და კონექტიკუტი, ხდებოდნენ თავისუფალ შტატებად, სადაც მონობა აკრძალული იყო, მაშინ როცა აღმოსავლეთ სანაპიროს სამხრეთი შტატები, როგორიცაა ვირჯინია, კაროლინები და ჯორჯია, აკრძელებდნენ თავიანთი ეკონომიკისა და საზოგადოების მონობაზე დაფუძნებას. მაგრამ მთავარი საკითხი იყო, უნდა დასაშვებიყო თუ არა მონობის პრაქტიკა იმ ახალ შტატებში, რომლებიც კავშირში ერთვებოდნენ. კენტუკი და ტენესი იყვნენ ამ საზღვრისპირა შტატებიდან პირველები, მაგრამ როცა მერი ტოდი იზრდებოდა 1820-იანი და 1830-იანი წლებში, დებატები უფრო დასავლეთით, ისეთ ადგილებში, როგორიცაა მისური, გადავიდა. ეს დადაბულობები მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მერი ტოდის ზრდასრულ ცხოვრებაში. 1839 წელს, როცა ის 20-იანი წლების დასაწყისში იყო, მერი გადავიდა სპრინგფილდში, ილინოისის შტატის დედაქალაქში, რეგიონში, რომელიც 1830-იანი და 1840-იან წლებში მიგრანტების დიდ ნაკადს იღებდა. აქ მას მიიჩნევდნენ ჭკვიან გახსნილ ახალგაზრდა ქალად და პოპულარული იყო ქალაქის არისტოკრატიაში. თავდაპირველად მასზე ყურადღებას ამახვილებდა წარმატებული ახალგაზრდა ადვოკატი და დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსი სტივენ ა დაგლასი. მაგრამ სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან აბრაამ ლინკოლნი. იმ დროს ლინკოლნი იყო 30 წლის ადვოკატი სპრინგფილდში, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი და პოლიტიკურ კარიერაში არ ჩართულა. მალე ისინი დაახლოდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა უცნაური იყო. მალე მათ ქორწინებაზე შეთანხმდნენ, თუმცა შემდეგ ორივემ ყოყმანი დაიწყო. ლინკოლნი ქორწინებაში დაეჭვდა და ერთ მომენტში საერთოდ გააუქმა კიდეც. თუმცა საბოლოოდ ისინი დაქორწინდნენ 1842 წლის 4 ნოემბერს, რაც იმ დროის სტანდარტებით შედარებით ხანგრძლივი რომანის შემდეგ მოხდა. თითქოს უჩვეულო დასაწყისის მიუხედავად, მერისა და აბრაამ ლინკოლნის ქორწინება ბედნიერი იყო. მათ რამდენიმე ვაჟი შეეძინათ. რობერტი 1853 წელს, ხოლო 3 წლის შემდეგ ედვარდი. თუმცა ედვარდი ტრაგიკულად გარდაიცვალა მეოთხე დაბადების დღემდე ტუბერკულიოზის გამო. შემდეგ კიდევ ორი ვაჟი შეეძინათ. უილიამი 1850 წელს და თომასი 1853 წელს. ეს წყვილიც საკმაოდ ექსცენტრიული იყო თავისებურად. ლინკოლნი მშვიდი ხასიათის და ხშირად გაფანტული ადამიანი იყო. მისი ბიჭები ცნობილები იყვნენ იმით, რომ ოფისში შედიოდნენ და მის იურიდიულ პარტნიორებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ისინი ხშირად უჩიოდნენ აბრაამს ამაზე, მაგრამ ის არაფერს აკეთებდა სიტუაციის გამოსასწორებლად. თავისი მხრივ მარი მრავალმხრივ დატანჯული ქალი იყო. მას ხშირად ჰქონდა განწყობის ცვალებადობა, საჯარო აფეთქებები და მძაფრი ხასიათი. თუ ის დღეს იცხოვრებდა, მას ერთ ან რამდენიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე უნგურნალებდნენ, მაგრამ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ასეთი დიაგნოზები არ ისმებოდა. მას აშკარად დეპრესია და ბოდვები აწუხებდა. შესაძლოა ბიპოლარული იყო. ასევე ჰქონდა მრავალი ფიზიკური პრობლემა, როგორიცაა დიაბეტი და ცუდი მხედველობა. აბრაჰამმა თავისი პოლიტიკური კარიერა ილინოისში 1840-იანი წლების შუა პერიოდში ადგილობრივი პოლიტიკოსის რანგში დაიწყო და შტატის საკანონმდებლო ორგანოში მსახურობდა.
იმ დროს იურისტის მსგავს წამყვან პროფესიებში მომუშავე პირებისთვის არ იყო უჩვეულო, რომ შტატში ასეთი თანამდებობები დაეკავებინათ და ამ ეტაპზე აბრაჰამს, როგორც ჩანს, ფედერალურ პოლიტიკაში კარიერის გაგრძელებაზე არ უფიქრია. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მან და მერის ოჯახი შექმნეს, აბრაჰამმა პოლიტიკიდან თავი შეიკავა და ყურადღება იურიდიულ პრაქტიკაზე გადაიტანა. ის, რაც მას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეროვნულ ასპარეზზე დააბრუნებდა, იყო 1854 წლის კანზას-ნებრასკას აქტის მიღება, რომელმაც გზა გაუხსნა მონობის გავრცელებას იმ ახალ ტერიტორიებზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა დასავლეთში ქმნიდა. ლინკოლნი მალე გამოიკვეთა როგორც გამორჩეული ფიგურა ახლად შექმნილ რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც მონობის წინააღმდეგი იყო და მხოლოდ 1854 წელს დაარსდა. მომხდარი გარკვეულწილად უჩვეულო მოვლენებების შედეგად, იგი შედარებითი უცნობობიდან რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად იქცა 1860 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მერი მტკიცე, თუმცა ზოგჯერ არაორდინარული მხარდამჭერი იყო აბრაამისთვის საარჩევნო კამპანიის დროს. მან 1850-იან წლებში მუდმივად უბიძგებდა მის პოლიტიკურ ამბიციებს და შეიძლება აბრაამ ლინკოლნის შესახებ არც კი გვეცოდინებოდა, რომ არა მერის დაჟინებული თხოვნა პრეზიდენტობისთვის ეცადა. ასევე ჩანს, რომ მას ხელი მიუძღოდა მისი ზოგიერთი პოლიტიკური შეხედულების ჩამოყალიბებაში. მეორეს მხრივ პრესის ზოგიერთ ნაწილს იგი ჩარევად მიაჩნდა, ხოლო მისი მზადყოფნა ჟურნალისტები ლინკოლნის სახლში, ილინოისში მიეწვია და ექსკურსიები ჩაეტარებინა ექსცენტრიკულად აღიქმებოდა. აბრაამი აშკარად პარტნიორად აღიქვამდა მას თავის კარიერაში. როცა მან 1860 წელს არჩევნებში გაიმარჯვა, მიესალმა მას სიტყვებით: „მერი, ჩვენ აგვირჩიეს“. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის პოზიცია მხოლოდ 1830-იანი წლებიდან დამკვიდრდა აშშ-ის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ლექსიკონში. მერი სიამოვნებით ასრულებდა ამ როლს, თუმცა ეს რთული იყო როგორც მისთვის, ასევე აბრაამისთვისაც. ამერიკის სამოქალაქო ომი დაიწყო ლინკოლნის პრეზიდენტად არჩევიდან სულ რამდენიმე თვეში, რადგან არსებობდა რწმენა, რომ ახალი პრეზიდენტი აპირებდა მონობის გაუქმებას მთელ კავშირში. მერი კენტუკიდან მონათმფლობელი ოჯახიდან იყო და მას ჰყავდა ბევრი ახლო ნათესავი, რომლებიც კონფედერაციის მხარეს იბრძოდნენ, ხოლო მისი რამდენიმე ნახევარ-ძმა ბრძოლაში დაიღუპა. თუმცა მერი ღიად უჭერდა მხარს კავშირს და მონობის გაუქმების საქმეს. ამასთანავე მერი ხშირად იწვევდა დაპირისპირებას, განსაკუთრებით თეთრ სახლში გამართული მდიდრული ბანკეტებისა და ოფიციალური ღონისძიებებისთვის, ძვირფასი სამკაულებისა და ინტერიერის მორთულობისთვის დიდი თანხების ხარჯვის გამო. იმ დროს, როდესაც დანარჩენი ქვეყანა ომის ტვირთის ქვეშ იტანჯებოდა და ბევრ ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი საჭიროებებიც კი არ ჰქონდა, ვინც იცნობდა როგორ მუშაობდა ლინკოლნის თეთრი სახლი, ისინი ასევე მიიჩნევდნენ მერი ლინკოლნს ჩარევის მოყვარულ ფიგურად, რომელიც ქმარს ომის დროინდელი მთავრობის მნიშვნელოვანი საქმეებისგან აშორებდა. მისი ხშირი დეპრესიის, მანიისა და ზოგადად არასტაბილური ქცევის გამო. მისი ფსიქიკური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო 1862 წელს, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მისი ვაჟი უილიამი, ანუ ვილი, მუცლის ტიფით გარდაიცვალა. ის იმდენად განადგურებული იყო, რომ დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული, არ დაესწრო დაკრძალვას და რამდენიმე თვის განმავლობაში მომლელი უვლიდა. ლინკოლნმა 1860 წლის არჩევნებში ძლივს მოიპოვა გამარჯვება, რადგან იმ დროს დემოკრატიული პარტია მონობის საკითხზე გაყოფილი იყო. მისი პოპულარობა დროთა განმავლობაში გაიზარდა, ისევე როგორც მისის ლინკოლნის რეპუტაცია, რაც დიდწილად განპირობებული იყო მისი ქველმოქმედებითი საქმიანობით ვაშინგტონისა და მერილენდის რეგიონის საავადმყოფოებში ომის მიმდინარეობისას. კავშირი საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა კონფლიქტში, რის შედეგადაც შეერთებულ შტატებში მონობა დასრულდა. მერის დიდი იმედი ჰქონდა, რომ ამის შემდეგ უფრო მშვიდი პირველი ლედი გახდებოდა, მაგრამ ჯონ უილკს ბუთს სხვა გეგმები ჰქონდა. ბუთი მსახიობი და კონფედერაციის მხარდამჭერი იყო, რომელმაც 1865 წლის 14 აპრილს პრეზიდენტი ლინკოლნი მოკლა. იმ დროს, როცა ის და მერი ვაშინგტონში, ფორდის თეატრში სპექტაკლს ჩვენი ამერიკელი ბიძაშვილი უყურებდნენ. მერი ქმრის ხელს იჯერდა, როცა მას კეფაში ესროლეს. ის მხოლოდ 15 აპრილის დილას გარდაიცვალა, რამდენიმე საათის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ. მისის ლინკოლნი ერთ მომენტში ოთახიდან გაიყვანეს. ასეთი მძიმე იყო მისი ტრავმა. მერი ლინკოლნმა დიდი თანაგზნობა მიიღო მისი ქმრის მკვლელობის შემდეგ. წყვილმა ომის დროს ძალიან ბევრი გადაიტანა და ეხლა როცა ყველაფერი თითქოს დასრულდა და ომი მოიგეს, მერის ქმარი სასტიკად წაართვეს. მიღებულ სამძიმრის წერილებს შორის იყო წერილი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასგან.
ქალი, რომელმაც საკუთარი ქმარი, პრინც ალბერტი 4 წლით ადრე 1861 წელს დაკარგა და ამ დანაკარგს ვერასდროს სრულად ვერ გადალახავდა. მან სიცოცხლის ბოლომდე შავი სამგლოვიარო ტანსაცმელი ატარა. თანაგზნობის გზავნილების მიუხედავად, მერი ლინკოლნი მალე ფინანსურ სირთულეში აღმოჩნდა. აბრაამი წარმატებული იყო როგორც იურისტი, ასევე პოლიტიკოსი და მერის საკმაოდ დიდი ქონება დაუტოვა, რაც დღევანდელი ფულით $2 მილიონ-ზე მეტია. მაგრამ მერი ყოველთვის ფულს ფლანგავდა და პირველი ლედის რანგში ყოფნა მეს მიდრეკილება კიდევ უფრო გაამძაფრა. 1868 წლისთვის ის ეროვნულ მედიაში აცხადებდა, რომ გაკოტრებული იყო და ფინანსური დახმარება სჭირდებოდა, როგორც მოყული პრეზიდენტის ღარები ქრუს. შემდეგ წლებში მან მრავალი წელი გაატარა იმის ცდილობაში, რომ ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო და ცხოვრობდა ოჯახის მეგობრებისა და მისი ქმრის ყოფილი პოლიტიკური მოკავშირეების ფინანსური დახმარებით. ერთ ეტაპზე ეს გულისხმობდა იმას, რომ მან და მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა, ტადმა, ევროპაში გადაინაცვლეს და ფრანკფურტში სელიგმანების ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ. იოსებ სელიგმანი იყო ებრაელი გერმანელი, რომელიც შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გახდა და ლინკოლნის პრეზიდენტობის დროს კავშირის ომის ძალისხმევისთვის უზარმაზარი თანხის შეგროვებაში დაეხმარა. საბოლოოდ 1870-იანი წლების დასაწყისში კონგრესმა მერისთვის წლიური პენსია დაამტკიცა, მაგრამ მას არასდროს ჰქონია მყარი ფინანსური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დატოვებული ქონება გაფლანგა. ფინანსურმა პრობლემებმა, რომლებიც მერის ქმრის გარდაცვალების შემდეგ შეექმნა, სერიოზული ზეწოლა მოახდინა მის ისედაც მყიფე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს კიდევ უფრო გაამძაფრა 1868 წელს ელისაბედ კეკლის მიერ გამოცემულმა წიგნმა სახელწოდებით კულისებს მიღმა, ანუ 30 წელი მონობაში და 4 წელი თეთრ სახლში. კეკლი ყოფილი მონა იყო, რომელიც ლინკოლნებთან მუშაობდა მკერავად და მოგვიანებით მერი ლინკოლნის ახლო ნდობით აღჭურვილ პირად და მეგობრად იქცა. მერი თვლიდა, რომ ამ წიგნის გამოქვეყნება, რომელიც მას და მის გარდაცვლილ ქმარს ეხებოდა და უამრავ პირად დეტალს შეიცავდა, სერიოზულ ღალატად მიაჩნდა, ხოლო იმ დროის ბევრ ადამიანს ეს ცუდ ტონად მიაჩნდა. ამ არეულობამ და არასტაბილურობამ მის ცხოვრებაში, ასევე მისი შვილის თომასის ანუ ტადის გარდაცვალებამ, რომელიც 1861 წელს სავარაუდოდ თუბერკულოზით ან გულის პრობლემით გარდაიცვალა, მერი ლინკოლნის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზული და კიდევ უფრო მძიმე გავლენა მოახდინა. ის გახდა არასტაბილური, პარანოიდული და მიდრეკილი ილუზიებისკენ. ეს პიკს მიაღწია 1865 წელს, როდესაც მან ეწვია თავის ერთადერთ გადარჩენილ შვილს, რობერტს, და დარწმუნებული იყო, რომ ის მძიმე დავად იყო, მაშინ როცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. მის თანასტუმრობისას მან უთხრა რობერტს, რომ ვიღაცამ სცადა მისი მოწამვლა მატარებელში. ის ასევე დიდ თანხებს ხარჯავდა ნივთებზე, რომლებსაც არასდროს იყენებდა და ქალაქში დადიოდა ტანსაცმელში ჩაკერებული $10,000 ოდენობის სახელმწიფო ობლიგაციებით. ბოლოს რობერტმა გადაწყვიტა დედამისი ფსიქიატრიულში მოეთავსებინა. შემდეგ გაიმართა შეურაცხადობის სასამართლო პროცესი, რომელმაც დიდი საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო, რადგან საქმე ეხებოდა ყოფილ პირველ ლედის. სასამართლო პროცესის შემდეგ მალევე მერის ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ჩანდა თითქოს მან სიცოცხლის მოსწრაფება სცადა. მან რამდენიმე აფთიაქს მიაკითხა და იმდენი ლაუდანუმი შეუკვეთა, რომ საკმარისი იქნებოდა თავის მოსაკლავად, მაგრამ ერთმა გონიერმა ფარმაცევტმა ეს შენიშნა და მის ნაცვლად პლაცებო მისცა. თავდაპირველად მერი ილინოისის ბატავიას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ შემდეგ საქმეში გართულებები წარმოიშვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რობერტი მართავდა დედამისის ფინანსებს და ბევრი დამკვირვებლის აზრით შესაძლოა საკმაოდ უსამართლოდაც კი მას ჰქონდა ფარული მოტივები დედის ფსიქიატრიულში მოთავსების სურვილში, რაც თანდათან გამოიკვეთა. 1866 წელს საბოლოოდ მერი საკმარისად კომპეტენტურად ცნეს საკუთარი თავის მოვლისთვის და თავისუფლება მიანიჭეს. ეს ნამდვილად უსიამოვნო მოვლენა იყო მის ცხოვრებაში და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს რობერტის ხასიათი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თითქმის არ არსებობს ეჭვი, რომ მერი ლინკოლნის ფსიქოლოგიური მდგომარეობა 1870-იან წლებში კარგი არ იყო. მერი სიგიჟის საქმის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა და რამდენიმე წელი საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობაში გაატარა. ამ წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რაც დიდწილად გამოწვეული იყო იმ რამდენიმე დაცემით, რაც მოგზაურობისას გადაიტანა. 1880-იანი წლების დასაწყისისთვის, როცა ის ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში იყო, მერი ამერიკაში დაბრუნდა და სულ უფრო ხშირად იყო შეზღუდული თავისი დის სახლში, სპრინგფილდში, ილინოისში. ის იქ გარდაიცვალა 1882 წლის 16 ივლისს დაცემის შედეგად, რამაც მალევე კომა და გულის შეტევა გამოიწვია. ის 63 წლის იყო.
მისი ცხოვრების ბოლო წლების სირთულეების ერთ-ერთი მცირე ნუგეში ის იყო, რომ მან და შრობერტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შერიგება შეძლეს. ისტორიკოსების მიერ მერი, როგორც წესი, საშუალო ან თუნდაც სუსტი პირველი ლედის სახით არის შეფასებული, რადგან მისი სხვადასხვა სირთულეები ქმარს ოფიციალური მოვალეობების შესრულებაში უშლიდა ხელს. ეს იყო ეროვნული კრიზისის დროს. თუმცა ბოლო წლებში მის მიმართ უფრო თანაგრძნობით სავსე სახე გამოიკვეთა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სელი ფილდმა იგი სტივენ სპილბერგის ფილმში ლინკოლნი განასახიერა. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს, ამ ქალებზე და ცოლებზე ისტორიიდან. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მონწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ადამიანების ცხოვრებაზე და თუ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ სრულად ნახეთ ეს კომპილაცია. თუ გსურთ მეტი კომპილაცია ცოლებზე, ან უბრალოდ გსურთ მეტი ვიდეო ცნობილი მამაკაცების ცოლებზე, ასევე მომწერეთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ყველა ჩემი ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ გნახავთ შემდეგ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები. გმადლობთ.